გაზის ქსელი ჩვენთან არის ძალიან ძველი. 3 ვადაა გასული. კაი რა, ნამუსის გაესაქონელია. საერთოდ რომ მუშაობს, ეგ არის საოცრება. აფეთქება შეიძლება მოხდეს მხოლოდ დახურულ სივრცეში. შეიძლება ოთახში მოხდეს აფეთქება ბინაში, მათ შორის მრავალსართულიანში და ის შიგნით არ ჟონავდეს. შეიძლება მიწიდან გამოყოს. თავიდან აცილება შეიძლება თუ თქვენ ბინაში ერთ ადგილას მაინც სარკმელი გექნებათ ოდნავ გაღებული. და რაც გინდა გაჟონვა მოხდეს, არავითარი აფეთქება არ იქნება, არავითარი მოწამვლა არ იქნება. ყოველი გათბობის სეზონის წინ ასევე უნდა მოიყვანო, რა თქმა უნდა, გაზის სპეციალისტი და შეამოწმოს როგორ ფუნქციონირებს, ხო არ არის საკვამური, თქვათ, ჭვარტლით გაბიდნული და ასე შემდეგ და ასე. ასეთი ქსელის ფუნქციონირება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყოველი მეტრი ყოველ დღე იქნება მონიტორინგის ქვეშ. საერთაშორისო წესებით ორი ვარიანტია თუ ასეთი ქსელი გაქვს. ერთი რომ ქსელი უნდა დაიხუროს, მეორე ვარიანტია უნდა მოხდეს ძალიან მასშტაბური მთლიანი დიაგნოსტირება, უნდა შეიქმნას მისი რეაბილიტაციის გეგმა, ეტაპებად გაწერილი დროში. და დაიწყოს სასწრაფო რეაბილიტაცია, ძალიან ძვირი სიამოვნებაა. როდესაც თელასმა გააკეთა მთელი ქსელის რეაბილიტაცია, მაშინ მას გაუჩნდა დაახლოებით $300 მილიონი. ეს არანაკლებ $500 მილიონი დაჯდება. გაზის კომპანიის ექსპლუატაციის წესებში პირველ რიგში წერია, რომ უნდა იყოს უსაფრთხო და შეუფერხებელი მომარაგება. ჯერ პირველ რიგში უსაფრთხოება. თუ კი მცირე გაიჟონა, უნდა იგზნო ადამიანმა. ეგ არის მთავარი მიზანი. ხა თუ ვერ იგზენი, მაშინ რა აზრი აქვს იმ ოდორიზაციას, ხო? ოდორიზაციას აკეთებს არა ის, ვინც გაზის ქსელს ექსპლუატაციას უწევს, არამედ გაზის ტრანსპორტირების კომპანია, სხვა კომპანია. ძველი კანონმდებლობით ასევე ნორმალური სტანდარტული მილებით უნდა ყოფილიყო კორპუსში შესული გაზი. დღეს არ ევალება, დღეს შეიძლება მეტალოპლასტმასის მილებით შეიყვანო, რაც არ არის სწორი. პირველი პრობლემა არის კანონი, მეორე პრობლემა არის ექსპლუატაციის 3 ვადა გაუვიდა მიწისქვეშა ქსელებს. მესამე პრობლემა არის ის, რომ ტექნიკური ნორმები დღეს არ შეესაბამება უსაფრთხოების ნორმებს და ერთგვარი გულგრილობაა, როგორც კომპანიების მხრივ, ისე მოსახლეობის მხრივ და მოსახლეობამ ვერაფრით ვერ გაიგო, რომ სარკმელი უნდა სუღია კონდენსატორს.